კატარის ეკონომიკური ფორუმი ვფიქრობ იყო ძალიან საინტერესო პლატფორმა, სადაც საინტერესო შეხვედრები შედგა სხვადასხვა სტუმართან. ეს არის ადგილი, სადაც ბევრი საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის, როგორც ბიზნესის, ისე მთავრობის წარმომადგენლები და გვეუბნება საშუალება, რომ საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია გაუზიაროთ პოტენციურ ინვესტორებს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო შეხვედრები ამერიკის დელეგაციასთან, ევროპელებთან, რა თქმა უნდა, სპარსეთის ყურის წარმომადგენლებთან. კატარის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. პრაქტიკულ დონეზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, უნდა აღსრულდეს და ამისთვის შეიქმნება კონკრეტული ფორმატი. და წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება უკვე ბიზნეს დელეგაციების ვიზიტები საქართველოში და ყატარში, იმისთვის რომ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამავე დროს უმნიშვნელოვანესი იყო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებას უკვე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ყატართან, ანუ ეს იქნება დამოუკიდებელი ფორმატი და არა მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს საემიროებთან და ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს ხანებში შესაძლებელია, რომ მიღწეული იქნეს, რაც რა თქმა უნდა დამატებითი სტიმული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ყატარის დელეგაცია გვეწევა ამავე დროს მიმდინარე წლის ოქტომბერში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში შედგება კონკრეტული მოლაპარაკებები და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებს.